სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში. პარალელურ რეჟიმში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ვის და რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო და როდის აღმოიფხვრება გადაადგილების პრობლემა შიდა სასოფლო გზებზე. არი ბოლქვაძე ამბობთ. მალაყმაძეების სტუმრებს დღეს სახლთან მისასვლელად უჩვეულო გზის გავლა მოუწიათ. მეორე დღე აქ აღარ არის სამანქანე გზა. ეზო კი სადაც ყურძნის ტალავერი და ფანჩატური იყო მოწყობილი, მიწის მასამ მოიყოლა. მეწყერის ქვეშ აღმოჩნდა 6 მეტრიანი ბეტონის კედელი, რომელიც მცოცავი მიწის შესაკავებლად იყო ამოშენებული. მოვარდნილმა ღვარცობმა დააზიანა სახლის პირველი სართული და აქ განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ეზო და იგი ჩახერგილია და მთლიანად აი მოსავალი, რომელიც რომ გიხედავთ აგერ კატში რო ძირში წევს, სიანი არის ბეტონი, რომელიც ჩვენი სახსრებით იყო ჩამოსხმული თავის დროზე უკვე აღარ არის. საფრთხე ემუქრება კიდევ ერთხელ თუ ასე გაგრძელდება წვიმით, არ ვიცი ალბათ მე პირადად მთლიანი ოჯახი გავხიზნე ეს. ოჯახში მთლიანად რაც თუ მასივრიდან დაწყებული სარეცხი მანქანით, გაზის პლიტით იგი იყო თითქმის მუხლებამდის წყალში. მალაყმაძეებმა ოჯახის წევრები დროებით გახიზნეს, თუმცა მეწყერსაშის ზონაში რჩებიან მათი მეზობლები. განმეორებითი წვიმის შემთხვევაში მცოცავმა მიწამ შესაძლოა ადგილი იცვალოს საცხოვრებელ შენობებთან ერთად. ის რომ აქ ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის, გეოლოგებმა დღეს ერთი შეხედვითაც დაადასტურეს. პირველადი დათვალიერების შედეგად დავადგინეთ, რომ ამჟამად მოსახლეობა გაყვანილი იქნას უსაფრთხო ადგილას და შემდგომში მეწყერსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, რაც ჩვენი რეკომენდაციით იქნება მითითებული აღნიშნულ დასკვნაში, მოსახლეობა მანამდე იყოს უსაფრთხო ადგილას გაყვანილი. თუ არ ჩატარდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ცხოვრება სახიფათოა და საფრთხის შემცველია. მეოთხე შემთხვევა, ორჯერ სახლი დაუნგრია და ყოველ გაწვიმებას და ყოველ სექტემბერში ერთი და იგივე მეორდება. განსაკუთრებით ამ სექტემბრის თვეებში, წვიმენამისში არავის არ ძინავს ამ სახლში. ზვავსაშუი ზონა მარტო ამ მოსახლეს კი არა, სამ მოსახლეს ემუქრება ეს. ერთი კიდევ ასეთი შემთხვევა და მე მგონი ეს ორი მოსახლე თავისთავად ამაზე ვარებს მდგომარეობაში იქნება. კაპრეშუმში მეწყერმა კიდევ რამდენიმე სახლის გვერდით ჩაიარა. შენობებს საძირკველი შეურყია და მოსახლეობა იძულებული გახადა ალტერნატიულ საცხოვრებელზე იფიქრონ. ადგილზე მისული მუნიციპალიტეტის გამგებელი და ზარალის დამცველი კომისიის წევრები კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დროებით საცხოვრებელს ვერავის თავაზობენ. ჯერ დასკვნა გეოლოგიურმა სამსახურმა უნდა დადოს. სამთავრობო კომისიამ კი აქ ცხოვრების რისკები შეაფასოს. დროებითი საცხოვრებელი, ასე ვთქვათ, როგორც იტყვიან დროებით, ანუ ენზე ეგრეთ წოდებული არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ ალბათ გამოვყოფთ თანხებს სარეზერვო ფონდიდან, რითაც ასე ვთქვათ, რამდენიმე თვით ხნით უქირავებთ მოსახლეობას, ვინებთ, სწავლობთ და გვინდა კი არა ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მოსახლეობის გვერდით ვიდგეთ. გეოლოგიური სამსახური და ზარალის შემსწავლელი კომისია პირველად მონაცემებს 3-4 დღეში გამოაქვეყნებენ. ოფიციალური ინფორმაციით დაახლოებით ამდენი დღე დასჭირდება მეწყრისგან ჩახერგილი გზების გაწმენდას. მძიმე ტექნიკა დილიდან რამდენიმე მიმართულებით მუშაობდა და გზის ჩაკეტილი მონაკვეთების გახსნა მოახერხა. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მასშტაბური სტიქიის ლიკვიდაციას არსებული ტექნიკა არ იყო. ამიტომ ხვალიდან სხვა რაიონებიდან დამატებითი ტექნიკის მობილიზება მოხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით არის ჩამოწოლილი მეწყერი, ვერ ხერხდება დროულად მათი გაწმენდა. ჩვენ გვეხმარება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი თავისი ტექნიკით, ასევე ჩვენი კონტრაქტორი ფირმებმაც დაგვეხმარეს გუშინ წერტილებში, სადაც ჰქონდა ძირითადი მოთხოვნა. ვოსკდაძებიდან ერთი 10 მანქანა მიწა იყო ჩამოწვა და გზა შეიხერგა. დღეს ამოვიდა ტექნიკა და აკეთებენ ყველაფერს. გაგვისწრებს გზა. სკოლაში პრობლემა არის ყველაფერი და ბაღნებეწევდა მეორე გზიდან. ახალსოფელსა და კაპრეშუმის ერთ მონაკვეთზე მძიმე ტექნიკა სამუშაოების დაწყებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება აქ გეოლოგიურ დასკვნამდე საფრთხის შემცველია.